limoncello. First variant limoncello batoni. ახალი წელი, ახალი vlogi და წავით ბებიაჩემთან აღნიშნოთ ახალი წელი. დღეს არის 1 იანვარი. ესე გამოვიყურები. ჩავიცი ყავისფერი და ესეც საყურე, რომელიც ახალია და ძალიან მომწონს. გუშინ ღამით იმდენი დავლია დღეს თელი დღეა წევარ მოკე თელი დღეა დღეს წევარ და მეძინება არის სტუმრად ვარ მოსული და მაინც მეძინება და ხა ჩემს ბიძაშვილს ხოვრო გამიკეთოს ყავა და წევს არაფერი არ უნდა ცხოვრებაში გამომხედე ესე ცხოვრობთ ჩავარჯეთ სანთლები. დღეს არის ჩემი დის დაბადების დღე ნახეთ. რა ლამაზი ტორტია ეს და ჩემ არასწორად მოხსნა გარედან არის ცელოფანი ეგ, მაგრამ არა უშავს ესეც ძალიან ლამაზი. ნახეთ რა ლამაზი ტორტი მოიტანა მამამ. ჩავარჯეთ 19 სანთელი. რა ლამაზი დღეა ჩემი ბიძაშვილი მოვიდა ყვავილები მოუტანა. მივიდოდი ჩემს დაქალთან თამროსთან, ახლა გაჩვენებთ როგორ გამოვიყურები, ვიკრიბებით გოგონები და ამ ვლოგში ჩავსვამ ამ კადრებსაც. არა. Hello. შევიყავით თამროსთან. შევიკრიბეთ ისევ კლასელები და რაღაც ბევრი დავრიეთ. მე ჭამეთ, საჭმელები, მეც მივიტანე თამუნამაც მიიტანა. თამუნამ შოკოლადები მოიტანა. ანუ კი მეც საჭმელები მოიტანა და ვიჯექით, სამდით, ზეყავდით, თან ძალიან დიდი დინამიკი აქვს და ძალიან გაგვისწორდა და ღამე მოვედით სახლში და დღეს დავდექი პირველ საათზე. I'm not that clean girl, ანუ So, შეწყდა ჩემი ახალი წლების აღნიშვნები. დღეს ეგ გადავწყვიტე, რომ ავდექი პირველ საათზე, იმიტომ რომ პირველ საათზე ადგომას ვერ ვიტან ზოგადად და ანუ უკვე აღარ შეიძლება ეს ყოველდღიურად დალევა და სახლში ხაშო აღამეს მოსვლა. იმიტომ რომ მე თვითონაც მაწუხებს ეგ ფაქტი ხვდებით. ამიტომაც აღარ ვაპირებ. დღეიდან დღეს გეგმოთ მე ანუ კი გარეთ გასვლა სადაც ფოტოების გადაღების იმიტომ რომ თხოვე რომ გავიდეთ და ფოტოები გადავიღოთ და მეც კი ოკეი ძალიან კი მეზარება და მთელი დღე მინდა სახლში რაღაცები გადავიღო და პროსტო ვიწოდე სერიალებს უყურე მაგრამ დაკალია და თხოვე ამიტომაც გავდივართ და გადავიღოთ ფოტოები ჭამთ და მივიდოდი მე და ჩემი მეტროს თიში მე და მაგ ესაც გავიკეთებ. მეც გავიკეთებ. წავედით მალში. ბებია ჩემს დაბადების დღე ახვალდა, რამე საჩუქარი უნდა ვუპოვოთ და ჩემო კომინისოში უყიდა საფულე და კიდე რამე უნდა ვნახოთ, რაც შეიძლება რომ ბებია ჩემს გაუღარდეს.
დავდივართ ბულვარში და ვათვალიერებთ ნახატებს. გადავწყვეტეთ ბულვარში წავსულიყავით მოლში. იხვები იყვნენ მეგობრებო ზღვაში. ოღონდ გარეული. ძალიან ბევრი თან. ძალიან საინტერესოა. მოიდეთ და დავლიოთ ყავა და ჯოსტი ჩაი. მოკეთ ვიყავით ტერანოვაში და არაფერი არ მოგვეწონა. ეხლა შემდეგი ჩვენი ლოკაცია იქნება ვაიკიკი. სავარაუდოდ ვაიკიკი. ეს ჩანთა გვაქვს ვარიანტად და სხვა მაღაზიებშიც გავილით და ვნახოთ. მოკეთ ვერაფერს ვერ იპოვი. ისეთი რაც შეიძლება რომ ბებიჯებს აჩუქო, იმიტომ რომ რაღაც იდიოტებია. მივიდეთ კორსო იტალიაში და შემდეგ ბატაში და შემდეგ ნიუ-იორკში. თუ ვერაფერი ვერ ვიპოვეთ. It's okay. ესეთი კაშნი ვიყიდეთ. ჩემზე თამაზია ძალიან. მოლი შემდეგ მოვედი სახლში, ჩავრთე კალმარის თამაშები და ვუყურებდი მთელი საღამო, არსად არ გავსულ. Hey, დღეს მივიდივართ ბებიაჩემს დავადების დღეზე. ესე გამოვიყურები, ეს არის ჩემი მეიკაპი. რაღაცა total white look-ი მაქვს დღეს. ეს თეთრად მაცვია, სარკეშიც დაგენახებით და წავედით ბებიაჩემთან ავღნიშნოთ მისი დავადების დღე. ესეც ასე. ეხლა უნდა შევუტანოთ ბაბუკის ტორტი. დევის დღეა. ეს არის ჩემი ახალი ვლოგი, ახალი დღე უფრო სწორად და მე დათვნა გამოვედით. ცოტა ვიკატავეთ, შევიარეთ თოვანის სუნამოების მაღაზიაში და ვიყიდა თოვანის სუნამო. მინდოდა ზადიგის this is her, მაგრამ არ ქონდათ სამწუხაროდ. ქონდათ რაღაცა, მაგრამ შესუნი ქონდა და მე ვიყიდე აი ესეთი რაღაცა. ვიყიდე ბაკარა, დიად არ მინდოდა ბაკარას ყიდვა, მაგრამ მომიწია. იმიტომ ყოველს ნორმალურში მაგას ქონდა და გამოვიდა ერას მოედანზე. და ვიღაც ტრანსფორმერი იქ ცეკვავს. თუ გამოჩნდება, არ ვიცი, მეთქეთ. არ ჩანს კაი. მე მივუახლოვდებით და გაჩვენებთ როგორ ცეკვავს ტრანსფორმერი. როგორ დადის დაღეთ ეს კასკა, ორი კასკა ერთად, იმიტომ მე არ ვატარებ.
შევუკეთეთ 2 კაპუჩინო აქციით, ჯერ ერთი მქონდა მხოლოდ და შემდეგ შემთხვევით მგონით რაღაცა მეორეც ამომიგდა და მე ტოსტი ბეკონით ამომიგდა 7000 ქულოდა და მე ამ დროს მქონდა 2000 ქულა და მაინც გავიტარა უხეცი ტოსტი ბეკონით. მე დაწვა იყიდა თავისთვის მენიუ ჩიზბურგერის. როგორ დაიმპროვიზა? ხველოდებით. რაღაცა უცნაური რაღაცა მოხდა მაგალითად მე ძალიან მეგობრებდა. და ამას ატყიალე მთელი დღე წარმოვიდი. ავედით. ახლა ვეღარ გადავიღებ მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან სული დასაჯდომი აქვს აქ. და გეგონება ჰაერში ზიხარო. სტარტი. მოვედი მშვიდობით სახლში. დღეს არის შობის ღამე და ჩემი აცხობს ხვეზერებს ახლა გავალ და გაჩვენებთ და ხვალარი უკვე შობა. აი და ჩემი აცხობს ხვეზერებს. აი რო გამოცხობა მე კიდე კარგად გაჩვენებთ. ეს არის წადილი, რომელიც მე ძალიან მიყვარს ხოთა შორის. ესე გამოიყურება. Hello, დღეს მე რამდენი დღეა ჩემი ვლოგის არ ვიცი, მაგრამ დღეს არის შობა. ყველას გილოცავთ დაგვიანებით, იმიტომ რომ ვიცი რომ დაგვიანებით ნახავთ ამ ვლოგს, ვინც მიყურებს. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებთ ზოგადად. და მე და ჩემი მივიდივართ ახლა ხინკლის საჭმელად. რაღაცა მეზარებოდა, მაგრამ მაინც გადაწყვეტე რომ წავსულიყავი. ჩემი სახლის გვერდით არის ეგ რესტორანი. სხვა შეშებს არ აკეთებენ ცუდ ხინკალს. და წავიდეთ ჭამოთ ხინკალი, გავიკეთებ ახლა მაკიაჟი. ჩემი სახე რო ჩამოვიდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მეთქი თან წყალი მიხდება თქო მთელი ამბები, მაგრამ ამ ახალწლის პერიოდში თითქმის ყოველ დღე ვიძინოდი მაკიაჟით. ძალიან დიდი ბოდიში. ამას რომ ვამბობ, იმიტომ რომ არ არის რეკომენდირებული მაკიაჟი დაძინება მეგობრებო. მაგრამ რა თქმა უნდა, აღნიშნავდი ახალ წელს სვამდი და არაფერს თავი არ მქონდა სახლში მოვიდოდი რომ მაკიაჟი მომეშორებინა და სულ ვიძინოდი და რაღაცა ძალიან არის სასიამოვნოდ გამოიყურება ეხლა ჩემი სახე და არ მომწონს საერთოდ. That's okay, ყველაფერი გაივლის და ეგ არა უშავს. გავკეთებ ახლა მაკიაჟს. ზივარ და ძალიან ბრუსულ ლაპარაკობ, ესეც მოსაბეზრებელია, ამიტომაც მე ხა გავჩვენა და დაგენახებით მაკიაჟს რომ გავიკეთებ. მოკეთ ესე გამოვიყურები. ჩემი საყვარელი ყელსაბამი ვერსად ვერ ვიპოვე. იმედი არ დავკარგე, ანუ აშკარად დავკარგე, მაგრამ იმედი არ დავკარგე. ეს მარტივი მეიქაპი გავიკეთე, არც ლაინერი არაფერი. მეც ლაინერი არ მისვი, ანუ მარტივი მეიქაპია. და გამოვიყურები აი ესე. მიცადე. თეთრი შარვალი ჩავიცვი. და ესეთი ზედა. წავედით. ვედით რესტორანში ჩვენი სახლის გვერდით ველოდებით ხინკალს შევუკეთეთ 10 კალორიული ხინკალი და ლიმონის რომელიც უკვე დაგვისხეს არ დავუწყვითხოვი და ესხათ ესეთი რესტორანი ჩვენ ზედა მხარეს დავჯექით დედამ და აქ არავინ არ არის და რაღაცნაირი სიმყუდროვეა ამაზე მორჩება ჩემი მოკბანკი. კარგია, მაგრამ ძალიან ცხარია მეგობრებო. მოკეთ იმ რესტორანის შემდეგ მე და ჩემო გადაწყვეტეთ რომ გაგვესეინა და გამოვიდით გორგილაძეზე. და შევიდით ბრენდ ჰაუსში და მე ვეზარდი შავ ჯინს, რომელიც იქნებოდა გრძელი და მე ზოგადად ყველა ჯინსი მაქვს მოკლე. თან მიდოდა მაღალწელიანი, სწორტოტიანი შავი ჯინსი, რომელიც იქნება გრძელი. იმიტომ რომ խոսობთანაც ლამაზად გქონდეს. მე ძალიან წიკიანი ვარ ხოლმე ესეთ შავლების არჩევაში და ზუსტად ის ჯინსი ვიპოვე, რომელსაც ვეძებდი, არის შავი, გრძელი, სწორტოტიანი და მაღალწელიანი. და ზუსტად ჩემი ზომა და ძალიან ლამაზია. თან მქონდა რაღაცა 45 ვაუჩერი, იმიტომ რომ მამა ჩემო შარვალი იყიდა მანამდე და მიცეს ეს ვაუჩერი. ანუ ან ფასდაკლებაო, ან 45 ვაუჩერი გეკუთვნისა და ჩვენ გამოვიყენეთ და 55 ლარად შევიძინეთ ეს შავი შარვალი და ძალიან ბედნიერი მივიდივარ ახლა მივიდივართ კაფეში და დავლიოთ ყავა. მე და დედა.
ეინო ესე გორგელზე დღეს ჩვენი დღე მოვიწყეთ. უი, ბათუმელშიც ვიყავით და არაფერი არ მოგვეწონა, ნახევარ მაღაზიები დაკეტილი იყო, იმიტომ რომ შობაა და ყველაფერი ისვენებს. საწყარი ცხენები ნახეთ. Limoncello. First variant limoncello batone classic 30% of alcohol. It's our Instagram. Please. It's 20%. მიდია ბადერა. Limon. კაია. ახალსოფელიდან. Please test. ახალსოფელიდან? ახალსოფელიდან, ხო. ლიმონჩელო მოგვეწონა მეგობრა, პირველი 20%-იანი ალკოჰოლი რომელსაც ქონდა ძალიან გემრიელი იყო, რაღაცერი არაყი იყო ლიმიტი და მე ეგეთ კომბინაცია მიყვარს და კაი გამოგვდა ძალიან. გინტოინიც ძალიან მიყვარს. მე მიყვარს და გინტოინი? ისე რა. შეიძლება ისე რა და თავრხიზდება. Say not. ნახეთ. საწყარი ცხენები მეგობრებო, აი შეხედეთ უბრალოდ რა დღეში არიან. არ ვიცი. ეს ვიდეო ამ ცხენების მიაწვდიან ყველა ცხოველთა დამცველს გთხოვთ და გადაარჩინონ ეს ცხენები. გავაკეთოთ ლიმონჩელო ჩვენი. მე ძალიან მეწოდებიან ცხენები. და შენ გეწოდება ცხენები? ძალიან. აქ რა დგას? მე ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო უნდა მიეწოდოს ცხოველთა დამცველებს, რომ გადაარჩინონ აქ დგომი ცხენები, იმიტომ რომ ძალიან ცოდებიან. ბაკურიანში, ბაკურიანში, წვეშუმში ზუსტად. იმიტომ რომ ძალიან საშინლად ექცევიან, ძალიან საწყალი. გამოაქვს მე მგონი ჩვენი მე მომიტა ეს ტირამისუ და ძალიან მეინტერესებს როგორი გემო ექნება. ეხლა ვართ ლიტერატურულ კაფეში. ის მომიტანეს ჩაი, უშა. დედას ჩაი მოუტანეს უშაქრო და 1 საათია ველოდებით. მე მგონი ხინკალს არ ველოდებოდი რამდენი ხანი. თან შევედი და ვუთხარი მეთქი შემოსვლა მომიწევს თუ არა თქო და არაო. გამოვალო მეო. არ გამოვიდა. არც აფეთქი, ერთი საფეთქი მოგვიტანო. ნორმალურად არც ყავა არ მომიტანა, ხა ველოდები კიდე. და ჩემს მოტერის ჩაი უშაქრო. ძალიან საინტერესო. უნდა მივაკითხოთ შაქარს. ჩვენ უნდა მივაკითხოთ შაქარს აშკარად. ჩაი. მოკლედ ტირამისუს რევიუ მეგობრებო. დიდად არ მომეწონა. არის ალკოჰოლით გაჟღენთილი სულ. აი მოიცადეთ. აი ეს ზედა ნაწილის არის თორემ მომეწონა, მოხსენი და შიგნიდან არის გაჟღენთილი ალკოჰოლით. ზოგადად ძალიან ფაფუკია და კარგად არის დანამული. დანამული არის ძალიან ბევრი ლიქიორით მგონი. ცუდი არ არის. მაგრამ უკეთესებიც არსებობს რა. და ცუდი ზამაც არ არის ხალხ შორის. 9 ლარისთვის. და ჩემს შუმოუტარის, რომელიც არის ყველაზე პატარა მსოფლიოში. ესეთი საყვარელი წინები ვიყიდე კოტონში. ძალიან კარგი ხარისხის არის, თან ძალიან ლამაზია, 13 ლარი ღირდა სამივე ერთად. და ძალიან მომწონს. ეხლა დავჯდები ჩემს უსაყვარლეს ლოგინში, დივანზე, ანუ აქ ძინავს. ეს ლამაზი პლედი გვაქვს. ეს არის ჩემი საყვარელი ტრიკორეჭკები. არის ხალადეცით, ხალადეცი მეიზღება ზოგადად, მაგრამ აი ეს ტრიკორეჭკა არის ჩემი საყვარელი მართლა. და დავჯდები ახლა ვუყურებ სერიალს, რომელიც მირჩიეს. კიდე მინდა გაგიზიაროთ ეს წვენი, რომელიც მომეწონა. მე ზოგადად მიყვარს ფორთოხლის წვენები, ძალიან ოღონდ უნდა იყოს მჟავი. ფორთოხლის გემო უნდა დაყვებოდეს. და ეს არის ჩემი ფავორიტი დღეიდან, ძალიან მომწონს. პლუს რა მინდა და მეთქვა. დღეს გავსინჯა ეს ლიმონჩელო.
ვიდეოში რომ შეგხვდათ და ძალიან მომეწონა და თურმე ძალიან მარტივია ამ ლიმონჩელოს გაკეთება და ვაპირებ რა ხა თბილისში რომ ჩავალ, ეხლა არ მოქვს მაგის დრო. ერთი კვირის განმავლობაში კეთდება მოკლედ და თბილისში რომ ჩავალ, გავაკეთებ ამ ლიმონჩელოს მოკლედ. და მე მაინტერესებს რა გამოვა, იმედია კაი გამოვა ძალიან. იმიტომ რომ დღეს ძალიან გემრიელი იყო რომ გავსჭირე, იმიტომ რომ მე ლიმონი და არაყის კომბინაცია ძალიან მიყვარს და ეს ყველაფერი არეული რო იყო ერთმანეთში და რაღაც ისეთი მჟავე და ისეთი გემრიელი რო იყო და თან ალკოჰოლი რო გემრიელია წარმოიდგინეთ მე ძალიან მომეწონა და ამიტომაც ვაპირებ რომ ჩემით გავაკეთო იმიტომ რომ ეს ერთი ბოთლი ღირი და 35 ლარი და 35 ლარი გავაკეთებ 3 ბოთლს და თან მithumetes რაღაც მუღამი მაქვს რომ ჩემით გავაკეთო ეს ლიმონჩელო ოკეი დავიდი ეხლა ვუყურებ ჩემს სერიალს და დღეს ამ დღით და მომენტით დავსრულებ დღევანდელ დღეს ბაი და ამაზეც დასრულდება ეს ჩემი ვლოგი. ჩემი ბათუმის არდადეგების დასრულდა. მივიდივარ ზეგ თბილისიდანაც რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ ვიდეოებს. თან ახალდაწყებული მოქვს ეს იუთუბერობა და ძალიან გამიხარდება თქვენი გამოწერა, თქვენი კომენტარები, ლაიქები, ყველაფერი აბსოლუტურად. დამიწერეთ როგორ მოგეწონათ ეს ვლოგი, იმედია ისიამოვნეთ ვლოგის ყურებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დამითმეთ. შეგიძლიათ რომ გამომიწეროთ Instagram-ზე, TikTok-ზე, ასევე ამ არხზეც. კარგად იყავით, კოცნით და ყველას ბევრი სიყვარული და პოზიტივი. Bye.